98 და 5 რადიო სირცე ბატონებოდა ქალბატონებოდა ისევ და ისევ ხუჩაბათია გაზაფხულია უпроსურად მალე გაზაფხული დადგაო ხეში წყალი ჩადგაო ჩიტმაჩი ორაო საძირკველი დადგაო და ეს გახლავთ გადაცემა ჯაპანას პაპანაკება მოგეხსენებათ და ხუჩაბათია და ყველა ჩვენ მსმენელს მივესალმებით ჩემო ბატონო და მე მიგითხარ დღეს უნდა გითხრათ რომ ესეთი პირველად ხდება ჩვენს ამდენი ისტორიაში რომ ყავს ექიმი სტუბრად ბატონებო თქვენ წარმოიდგინეთ ეს არის ბატონებო ალექსანდრე მაკედონელი შეიძლება თქვა რომ მაკედონელი არა მოხდა მის რეგალიებს გაგაცნობ დაახლოებით ხო რა ალექსანდრე სანდრო ჩირინაშვილი ეს გახლავთ ჩემო ბატონო ეხლა ცოტა დრო მომეცით მე რომ სანამ გადავალ სტუმართან მანამდე მინდა რომ რაღაცნაირად პატარა შესავალი ესეთი პრელუდია გავაკეთო ვინ არის ეს კაცი საიდან სად გაჩნდა როგორ გაჩნდა ვინ გაზარდა ამაზე ამის გამზდეს ენაცვალო ჩემი თავი მოკლედ ამასთან დაკავშირებით შემდგომში ვილაპარაკეთ მაგრამ გახაცნაირად აგერ მე მივარ და ეხლა ჟურნალი ეს ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი ჩამივარდა და რაღაცნაირად პატარა იმიდა ისეთი გავაკეთო რა აი შესავალ რა ხალხში ტრიალებდა ეს კაცი ხა წარმოიდგინეთ აგერ არის პატივცემული კონსტანტინე ვეფხვაძე ანდრო ვამიჩავა ჩემო ბატონო სასაულ რომელი ერთ ჩამოვთავო არ ვიცი აი შარაშიძე ბატონო ევაზ ვეფხვაძე დავით შოთაძე არ თავდება ესე იგი აი რა გითხრათ აგერ არის და არის ბატონი კონსტანტინე მარდალეიშვილი რომელიც გახლავთ აგერ ონკოლოგიური მოგეხსენებათ დაარსების და გაგუა პატივცემული აქ სულ აქ არიან და ბოლოს ასე გადახვალ ჩემო ბატონო აგერ გიანემსაძე აი ამ ხალხთან მეგობრობდა და ამ ხალხთან ამ კოლეგაა და ამათთან ისწავლა ხელობა თავისი ჩემო ბატონო თვითონ გახლავთ კანის და ბილი ქსოვილების და ძვლების სიმსივნეების კლინიკა გაგიგიათ ახლა ამის სპეციალისტია საოცარი თან და მოგეხსენებათ აქ მარტო ამასთან ამბავი ხდება თოდუაში რა გითხრათ იქ მოხვედრა არის ხელი უშვი ქოჩობს რა მოკლედ რა როგორ გითხრათ რა თან არის როგორ გითხრათ აი ისეა რა რომ გამოვაცხადები სანდროსთან ვარ ჩირინაშვილთან აქეთ მომზადი ჩემო აქეთ მომზადი აი ასე გეპადიჟებიან სანდრო შენ შემოგებული ჩემი თავი უბრალოდ პატარა იმას გავაკეთებ რა ექსკურს თუ რა ქვია რაღაც პატარას აი სანდრო ჩირინაშვილი დაიბადა 58 წელს 4 წლით არის ჩემზე უფროსი 53 საშუალო სკოლა აქვს დამთავრებული მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტი აქვს თან რადროს დამთავრებული ეს არის საოცრება მართალი გითხრათ ამასაც გეტყვით საბჭოთა კავშირი ამას დაშალა მე ხო და 1992 ესე იგი მოსკოვის ასპირანტურა აქვს ესე იგი ქართულად და რუსულად აქვს დაცული დისერტაცია 82-85 წლები არის კლინიკური ორდინატურაა ჩემო 98 ესე იგი 91-ში ასპირანტურა აქვს დამთავრებული 1986 წლიდან 2000 წლამდე თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილება აგერ ბარდალეი კოდე წახან რო ვახსენეთ ჩემო ბატონო კოდე ბარდალეიშვილთან მუშაობდა მასაერთად იყო და 2001 წლიდან უკვე უფროსი მეცნიერი თანამშრომელი გახლავთ და 2004 წლიდან განყოფილების გამგეა და 2016-დან თოდივაში გახლავთ ეს კაცი და თან არის ქართველი ჯიგარი ქალაქელი რა გითხრათ ნუ აი თბილისელი მოქალაქე კარგი ყველანაირად კარგი ადამიანია რა ამას ენაცვალოს ჩემი თავი დიდი მადლობა მობრძანებისთვის შემოკალვა მე მინდა ეხლა ნელ-ნელა გავუყვეთ არა და თან კიდე ეს თხოვე და მოიტანა ეს ისეთი რამე მოიტანა რო არ თქვა ეხლა და რო არ განახოთ პატივცემულო ეს ნახეთ უბრალოდ ეხლა აი ამ წიგნაკს შეხედეთ აი უბრალოდ კარგად დააგვირდით სად ჯობია რომ აი ეს უნდა გადავშალოთ ან აი უნდა გადავშალო და განახოთ ეს არის დიპლომ კანდიდატა ნაუკ აწერია ასე ჩემო ბატონო და ვიშე ატესტაციონная комиссия при совете министров СССР სამი ესი და ერთი ერი როგორია და მაგარია ნახეთ აგერ რა 91 წელს ეს დიპლომი აქ აი აბა აიღო ჩემო ბატონო ეს დიპლომი და საბჭოთა კავშირის დაიშალა ხო და ეხლა თქვენი ფიქრეთ ბატონებო და ქალბატონებო ალექსანდრე ჩირინაშვილი მყავს თუ ალექსანდრე მაკედონური მყავს ეს ფაქტიურად ეგ არის რა როგორ გითხრათ რა დიდი მადლობა მომზადებისთვის შემოგარგო ადამიანო
დანარჩენი ეხა მე რაც გამომჩა კიდე აქ აგერ თურქეთში აქ დამუშევარი ეს ეხა მე რატომ ჩქარო პიცით რომ დრო მაქვს ცოტა ამ რეგლამენტმა ხო მომკლა და მომსპო აღარ შემიძლია არ არის დრო ნუ ასე ეს საინფორმაციო შემოდის და უნდა ჩავეტიო 50 წუთში და ამიტომ ჩქარო თორე აქ არის კიდე თურქთან აქ დამუშევარი ისეთ თურქთან რომ რა გითხრათ ეხა მაგის შემიძლია ნამდვილად საუკეთესო სპეციალისტია მსოფლიოში კი ბატონო საუკეთესო სპეციალისტად არის აგერ კაცი თუ დაინახავს ახლა კამერა ამას და თუ არ დაინახავს და დამიჯერეთ მენდეთ რა ეს ადამიანი არის მსოფლიოში ცნობილი კანის სპეციალისტი ასე რომ ეხლა მე შეუდგები საქმეს მადლობა მობრძანებისთვის შენ გენაცვლოს შემითავი რა უღრმესი მადლობა ჩემო კარგო ადამიანო მობრძანებისთვის მე პატივია ჩემთვის შენი სტუმრობა ჩემო კარგო ადამიანო დავიწყოთ იქიდან რომ საერთოდ ვიწყეთ ყველაფერს დასაწყისიდან ახლა ბოლოდან ხوار და ვიწყებთ და თავში ხوار მოვალთ. ამიტომ უნდა დავიწყოთ ბავშვობიდან. მაინტერესებს ეხლა შენი ბავშვობა როგორი იყო რა? როგორი იყო შენი მამიკო, რომელიც მამა არის ბატონო კომპოზიტორი, ჩემო ბატონო, ძმაც რევას ჭირინაშვილი კომპოზიტორია. მამა არის ყვავილების ქვეყანა, ეხლა ისეთი სიმღერაა, მოგეხსენებათ რაღაცა, ეხლა რაც იცი ნათელა და რა ეგა. რაღაცა იმასავით არის, გიმნივით არის ეხლა ყვავილების ქვეყანა, მართალი გიხარ და აგერ პატივცემული მამამისის დაწერილია. დედასთან დაკავშირებით ნაკლები ინფორმაცია მაქვს და გვეტყვი რამეს ამას. მოდი მშობლები დავიწყოთ. როგორი იყო მშობლები? კაცრები იყვნენ. შენ როგორი ბავშვი იყავი? მაკვარანცხი იყავი. აწვალებდი მშობლებს და მასწავლებლებს თუ არ აწვალებდი და ამასთან დაკავშირებით დავიწყოთ და შევუდენოთ ასე ვთქვათ. ნუ პირველ რიგში მოგესალმებით ჩემო საყვარელ ადამიანო. ძალიან მიხარია შენთან ურთიერთობა. დიდი მადლობა ბილიკი. მიესალმები მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა ჩემი ესეთი სრულყოფილი წარდგენისათვის სულ მოკლე ვადაში. ამას მთელი ჩემი ცხოვრება ალბათ. მაგრამ ახან კითხვა დაესვა ბავშვობა მე შემიძლია კიდეც რომ დავყო ორ ეტაპად ჩემი ცხოვრება საერთოდ აი სტრატეგიული გადმოსახედიდან და დღევანდელი გადმოსახედიდან. სანამ მამა ჩემი ცოცხალი იყო ხო მე გავატარე ზღაპარში რა იმიტომ რომ ჩემთან იყო სულ კეიფი პრემიერები რეზო ლაღიძე თამადა ბიძინა კვერნაძე ჯანო კახიძე გიახმი რომელი ერთი დავასახელო რეჟისორები ისინი და მაშინ არც მიფიქრია რომ მე მეგონა რომ ყველა ოჯახში ესეა აი გაიდათ ხო გულსხელად გეუბნები რა ჩემ ოჯახში ეგრე იყო მაგრამ როდესაც 23 წელს 23 წლის ვიყავი რომ მამა გარდა მესვალა აი მაშინ ზღაპარი დამთავრდა ნუ მე ვიყავი განებივრებული უფლისწული ასე ვთქვათ რა მამის მხრიდან იმიტომ მამა პოპულარული კაცი იყო დედა ცოტა მკაცრი იყო მაგრამ თავისუფლებას არავინ არ მიზღუდავდა სწავლის პერიოდში შატალოები ქუჩა გინდა ოჯახის შვილობა ეს ყველაფერი ერთად გაერთიანებული ჩემთვის იყო პიროვნული ჩამოყალიბების რაღაცა ეტაპი იმიტომ რომ ახლა დიდად არ შევცვლივა, იმიტომ რომ ახლა კლინიკიდან რომ გამოვდივარ, მე მართალი გითხრა სულ აღარ მახსოვს რომ ექიმი ვარ რა. ან ვინა ვარ და რა ვარ, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება მაქვს, მაკაცები მყავს, ოჯახი, რაღაცა ის. გამოდიხარ რომ კლინიკიდან სულ ვიკაცარ. როგორ არ გამოვდივარ, ახლა ხო გამოვალ რომ საერთოდ. რიგებზე გიდგას და. არა, ახლა მაინც ვახერხებ რომ გამოვიდე და ეს იყო რაღაცა დიდი სიამოვნების მინდა გავიხსენო მამაშენი რომელიც იყო მუსკომედიის დირიჟორი და ერთად აქ გაკეთებული ოპერეტა ძველი თბილისის სურათები კი ბატონო კი ბატონო ერთ-ერთი საუკეთესო ყოველ წელიწადს ვისვენებდით ესეთი იყო კომპოზიტორთა სახლი ლილე კი ბატონო ხო და რეზო ლაღიძე მისოდა ხოლმე ვაგონს რო შევავსებ ერთი თვე ვინც მუსიკაზე ილაპარაკობს იმის აეს დასვენება უნდათ ერთადერთი იყო გუგული თორაზე რომელიც მაინც აგზელებდა გუგული და ლექსო ღმერთმა აცხოვნოს ორივე დედმამიშვილები ორი იყავით
ორ ხოლოდ. აი ყურე ვიყავით ჩემი ძმა კომპოზიტორი გახდა, მამის კვალს გაყვა და ერთმა ისტორიამ შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა. რატო რანაირად მოხდა? აი მაინტერესებს. აი რანაირად გავხდი ექიმი ხო ამ ატმოსფეროში. ხო, ამ ატმოსფეროში რატო გავხდი? მამა ჩემი ძმაკაცი გახდა ავად. ეს ყო მეცხრე საავადმყოფო იქ ვაკეში. სულ ადრე იქ ტრავმი უხვევდა ის კი. ხო და წამოვინახულოთ ახლა რა. შევედით ოთარა მამამთავრიშვილი ღმერთმა აცხოვნოს. შევედით მაგის კაბინეტში. რამდენი სახარ მაგ დროს? სადღაც აღარ მახსოვს ახლა ზუსტად, მაგრამ მე-6 მე-7 კლასში ვიყავ. გასაგებია. ჯერ ამ მქონდა ჩამოყალიბებული ვინ უნდა ვიყო მე. ხო და შევედით კაბინეტში. ხო და მიშაო იჯექიო უთხრა რა შენი ბიჭი აქ იყოს ხო. შემოვიდნენ ექიმები რაღაცა გაარჩიეს რაღაცეები და ეხლა შემოვლაზე მივდივარო და მამა მე გავყვები შეიძლება? კაიო მოასვიო ხალათიო და გამოყვეს. შევედი და ერთი ადგა ხელზე აკოცა უთხრა რომ რანაირი მოვედიო და როგორი ბედნიერი ვარ რომ ახლა რომ წავედიო აქედან. მეორე შეუძახა რა აბა ხომ მზათა ხარ ოპერაციისთვის რაღაცა თვალებში შის გატყუი ნუ გეშინია მე კაბინეტში რო შევედით ვიღაცა შემოვიდა დალოცა და ესე იგი ამ ადამიანს მიდის სამსახურში და რა ენერგეტიკას იღებს რა ესე იგი ჩამქრალ თვალებს ანთებს რა და ახალ ცხოვრებას უბრუნებს მამა მეუთხარი მე ამის გარდა პროფესია არ მინდა. ისე ჩავაჯინდი ამას. და ისე მინდოდა რომ მაგარი პროფესიონალი ყოფილიყავი. რომ თხოვე რომ თბილისში არა მეთქი მომზადები და მოსკოვში ჩავაბარბო. სადეო შენო აქაო. ერთ-ერთ ინტერვიუში გააკ ნათქვამის ხათაშორის რომ აი ეგ მომწონს რა ეგ მე ვასება რომ ჩამქრალ თვალებს ვანთებო რა აი ეს როგორი გზნობაა საოცარი ხა წარმოვიდგინე რომ გამოდიხარ ეხლა ცოლი შვილი ის და გელოდება რა ხდება როგორ ხდება და შენ იმას რო ეუბნები ესეთი ენდორფინები რაზე უნდა გამოიყოს სხვაზე მე არ ვიცი რა სიამოვნებაა. მაგრამ მე ვიცი რომ სხვა ინტერესებიც გქონდა შენ კიდე რა, ფეხბურთი. ნუ მე ფეხბურთი, ბილიარდი, ფეხბურთი, პიანინოზე. ფორტეპიანოზე უკრავ ვიცი. კარგი ისტორიას მოყვები მაგ ასთან დაკავშირებით, ამას დავამთავრებ, უბრალოდ ლოგიკური ჯაჟვი არ გასწდეს და ხო და მოსკოვში მინდა ჩავაბარო. შენ თბილისში წადეო. გავედი გამოცდაზე. როგორც შენ არაფერი არ დაგიწერია. მე არაფერი არ დავწერე. გამოვედი პირველი. არ მინდოდა რა ჩაბარება, რა ვიცი რატო არ მინდოდა. გეტყვი რაღაც დაბადების დღე იყო თუ რაღაცა და ნუ ცეკვა თამაში იქა სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტების ხანა გელბახიანის პერიოდი იყო და ხო და წავედი ერთმა თქვა სამეცადინო მაქო რა. მარსზე მოხდებული, მანველი მოხდებული. ხო და მე რა მოხდა იცი? ერთმა უთხრა, მაესაო რა ეხაო რა. სესიების წინ ჩავჯდებითო ერთი კვირაო და ჩავაბარებთო. და გულზე მომხდა რა. ვიფიქრე რომ ესე არ გამოვა რა და მოსკოვში მინდა მეთქი. მაშინ მოსკოვი ეყაღა, ვისაც უნდა რუსეთუმე დამიზახოს და ვისაც უნდა ამერიკათუმე რა. რა უკნა დავიბადე SSR-ში რა. რა გავაკეთო ხა ბაბიჩო როდის დავიბადე ხა რომ ვიღაცას გაეხარდეს და კომენტარები მიწერო ხო რა ეხა რა დაბადების წელი რო შეიცვალო ხო და დავიწყე მომზადება გადავედი ბებიაჩემთან გავწყვიტე ყველა კომუნიკაცია აი თავი მისყდებოდა დღე და ღამე მეცადინეობდი და ბებიაჩემთან ავიტანე არიტა ფრანკლინი სუსმენდი ხოლმე რა მაშინ პოპულარული იყო და ბებიაჩემ გამოვიდოდა და შენ ჭირმე ეს კალი არ დადო წნევა მიწევს მაღლაო რა მეუბნება ყვილა არის პოპულარული ხო და მოგლეთ წავედი მოსკოვში და ჩავაბარე პირველივე წელს რო ჩახვედი მაგრამ მამაჩემმა მითხრა ეგეთი რამე შენო ძალიან
გათამამებული ბიჭი ხარო. გიყვარს ქუჩაში ბოდიალიო, ჩხუბებიო შენიო რაღაცებიო, იქაო ქალისგან რაღაცა, ანუ მოკლედ და იმ ხელა უცხო ქალაქში რომ მიდიხარო, აი ძალიან მეშინიაო რა, რომ შევპირდი, რომ მე მეთქი ვისწავლი. და დამიჯერე მეთქი რა, წამოდი ამ ძალიან დიდი ამბავი მქონდა დედაშემთანაც და მამაჩემთანაც, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებ. რა დამავიწყებს მამაჩემის კარგ ჟესტს. ჩამოვიდა. SSR-ის ზამინისტრა იყო ვიღაცა დაპატიჟა რესტორანში. გადმომცა ეგეთი წითელი კნიშკა. ნადვა ჩილავეკა. ორ ადამიანს. ესე იგი შემეძლო ადმინისტრატორთან მისულიყავი. ეგ ხო ზურიგებია რა, ვერიტანდი ამ რიგებში. ყველაფერზე. ხო და ორი ბილეთი ბალშოვი თეატრში. გინდა ხატში, გინდა იქა, სულ მქონდა და მითხრა რომ იმის მაგალითად ბარებში რომ მე შენი ამბავი ვიციო, ჯობიო ამით წახვიდო. აი, დამანამუსა რა. ხო და ვისწავლე ეს რა. და ვიცი ხა რა გავაგზელო ხა ბუნებრივად თუ გებადება რამე როგორ მებადება කියලා ქვეყანა რას ლაპარაკობ რას იმდენი კითხები მაქვს რას ამბობ ჯერ კიდე გვაქვს რომ ხო და იმიტომ არ მინდა ხა მანდა მაინც ვერ ვიკეთე ნახევარი საათი დაგვჭა ხო და ესე გარბის დრო მაგას ვიცახი ასე რომ ქვეყანა კითხები მაქვს ეხლა ბავშვობაში ფეხბურთი ვიცი და თან ფეხბურთს ანალიზი აბონემენტი ხო გიზახიან მამაჩემი ჩემი ძმა მე და ბილიარდი აბონემენტი და ბილიარდი ხო, ბილიარდი ფეხბურთი თუ ბილიარდს აგორებს გასტამაშობ იმას რუსულს თუ ამ მე ამერიკან კამერში ამერიკანკა ხო სიბიაჭკას დიდი ნერვები უნდა რა უნდა სვოი წამოიყვანო აქეთ და მთელი ამბავი და ეს პირდაპირ ისეთია რა ადრენალინია რა და ხა მანდ ხა მე რუზებიც ვიწრო მე გოგლიკა მაღალაშვილი და კოტე მარდალეშვილი ეხლა ვთამაშობთ ვიგრებები თუ კოტეს აქვს ცხეთაში ბილიარდი და როცა კოტე ვერ ახერხებს ძალიან დაკავებულია აგასენაცვალოს ჩემი თავი ერთ-ერთი ჩემი მასწავლებელია ისა რა ქვია თან როგორ ვაგორებთ იცი გავაგორებთ და ვინც ის არის ერთ-ერთი არცხოვს რომ რულზე დაჯდეს მოკლედ მან თამაშობდი და შევისწავლე ბილიარდი მარჯანიშვილის თეატრთან არის იყო ეგეთი ძალიან ყუდრო სახლი ნაქირავები და არტურა იყო ერთი მარკერი რომელიც იყო საქართველოს ჩემპიონი ერთ-ერთხელ ჩემ ძმაკაცებთან ერთად რომ დავდიოდი იყო პივისმა და ღრიანცელი ხო და ამ ბილიარდზე ვერ კონცენტრირებოდი და მე ვთხარი შენთან რომ მოვიდე მე თამაშები ნუ განვითარდე რომ კაცი თამაშობდა ძლიერთან შენ ძლიერი ხარ მარდალიშვილს არა არტურაზე გეუბნები არტურაზე მარდალიშვილთან ვერთობდი თამაშობდა ხო და ამასთან ვისწავლე ეს ბილიარდი რა და სოხუმის კომპოზიტორთა სახლში ლილეში იდგა ბილიარდი და რაღაცა მიმიზიდა და მე თბილისში ასე გავაგრძელე. ეხლა იქ კითხო რომ ფეხბურთზე რამ გადაგრია? ეხლა ჩემპიონატებში მონაწილეობას ვიღებ ბილიარდში. ლუბიცერსკებში რა. და რა ესე იგი რამე ფეხბურთზე კიდე ანალიზს აკეთებ ისეც რომ ფეხბურთი ეხლა შენ წარმოიდგინე. ბიზინა გეძახის ხოლმე როგორც გავიგე ბარათაშვილი. ბიზინა ბარათაშვილი რატომ ეძახის იცი? მე ჩემთვის ვაკაკუნებდი კომენტარებს და რაღაცებს და მითხრა რაღა მანდ აკაკუნებო მოდი და აქ ილაპარაკე. აკაკუნეო. აქ ილაპარაკე. ხო აქ ილაპარაკე. ნუ და მოვედი და ბურთი და მოედანში აი ნაკრებების თამაშები რო არის მაშინ მიზახებს ხოლმე ძალიან კაი ბიჭები არიან ბიზინა ბარათაშვილი ლევან სალუკვაძე და ისა ოქრობიჯია ის საჯია ლაშასილაგა ხო ლაშასილაგა ისა რამიდა გითხრა ჩემო კარგო ეხლა უნდა გადავიდე კიდე ერთ სხვა თემაზე ყვავილების ქვეყნის ამბავი რო არ მითხრა აი როგორ ამის ისტორია მაინტერესებს როგორ გაჩნდა ეს სიმღერა როგორ გაჩნდა ეს ლაღი სიმღერა გაჩნდა ომის შემდეგ 46-47 წლებში კაი
სულ ახალგაზრდა იყო ესე იგი რა. სულ ახალგაზრდა იყო და მაგით გახდა ძალიან პოპულარული ახლა სხვა სიმღერებიც აქვს ჩემი ლამაზი ქვეყანა კიდე გიხსენებე უამრავი სიმღერები აქვს მაგრამ ის ვერ გახდა ისეთი პოპულარული. ყვავილების ქვეყანა პირველად დაიწერა გრიშაშვილის ტექსტზე. შენ ხომ ვარდი იყავი ვარდათ აყვავებული შენ ხომ ალერსის ხარ ჭირიმე შექმნილ დაბადებული და მერე 51 წელს ბიძინა ფერაძემ ყვავილების ქვეყანა აი რა სიმღერება ახლა ის კუპლეტი დაწერა და ერთად შეერთდა და ორივე იმღერება რა და ამ ძველზე არ არის მარტო ამაზეა დარჩენილი ის პირველად რო დაიწერა გრიშაშვილის არის ორი კუპლეტია კი გასაგებია ორი კუპლეტია. აი ძალიან კარგი ესე იგი ეს და ასეთ აი 46 წელს შეიქმნა. წარმოიდგინე მე არ მეგონა. სადღაც 46 ომის შემდეგ. აი რომელ წლიანი იყო? ჯაპანში კარგად ისი რა. მაშინ რომ მუსიკები იქმნებოდა, კომპოზიციები ხო? დღეს ვერ ხდება ეგა. პერიოდი იყო რენესანსული, საერთოდ მთელ ევროპაში ამ ფრანგული კინოები აიღე. მსახიობები აიღე, ჩვენი კომპოზიტორები აიღე. ყველა იყო რაღაცა ვულკანივით იყო ხელოვნება ასული. და ეხა კალაპოტ სიმღერები კი ბევრია, მაგრამ დასამახსოვრებელი ნაკლები. და რეები გახსოვს, ჩემი არ იყოს, ეხა მე მაგალითად რეზო ლაღიძის ნასროლი ბადე მახსოვს. ნათევზავები ვარ, რეზო პატარა ბიჭი ვიყავი. რეზო ლაღიძე აი, როგორ ისოდა, იცი საოცრად. ერთხელ რეზო ლაღიძე წამყვა ცეკაში რა, ჩემ აი, მაინტერესებს, ორდინატურაში რომ უნდა მოწყობილიყოს რა. მაშინ იყო ცეკას განყოფილების გამგე ემილ სეხნიაშვილი. ხო და ეუნება რომ აი წარმოიდგინაო რა, როგორც ხო ნახე რა. ლობიო რომ ჩემთან იხარშებაო. მე ვერ ვჭამო ლობიოს ამ ოჯახის გარეშეო და ეხა ისე გადაწყვეტე ეს საკითხი რა. ეს იგი ჩანგალი არ ჩხარუნდებაო რა მაგარაში რა. რა დღეში იყო მე რეზოს ხო პარეზი ქონდა. თირკმლის უკმარისობა. და სხვაო და ხარივით. აი ეს მეხინკლის შესახედაობის ზოგჯერ ინსტრუმენტთან იყო უფაქიზესი. კი ბატონო. ისეთი რაღაცები რეზო ლაღიძე ცალკე ფენომენია. აბა რა, ჩემო კარგო რა სწორია. აბა ისტორიები გახსოვს ბიძინაზე უნდა მოვიყვანო ეხლა დაპირებულია. გოგი აკვინაძე უნდა მოვიყვანო მაგას. გოგია მოიყვანე. ჩემი კი დაპირებულია. გამოყვა ის იუმორი. კი, გამოყვაც და ბუზი კიდე. შვილი. კი, გამოყვა, კი. მაგის შვილიშვილის დათქვამია, ხუთი გურული რო სადილობს, იცი რა ქვიაო? ლანჩ ხუთიო. ერთხელ ხეჩინაშვილთან წამყევი მეთქი, ეგება მომაწყო მეთქი, ბიძინას ვეუბნები და. თვითონ მილეკავს და მეუბნება. როდის წავხეჩინო თუ? და მე პარკინსონი ქონდა და ნუგეშას გამოაგზავნა რაღაცა გამოკვლევა ქონდა და აბა სანდრო ნუგეშას გიგზავნი ნუგეშო და არ დამტოვო. და პარკინსონი რო ქონდა რო დადიოდა გესმის? ჩერდებოდა უცბად რა. ხო და სანდრო შენ არ შეგეშინდა ეს კახული ტორმუზებია. ძა მაგარი კაცი ძა სასაულები მაგ ვერ დავამთავრეთ ბიჭო მაგის მაგას რას დაამთავრეთ სალკე გადაცემა უნდა მაგას დილამდე უნდა იყო გეუნები ჯაპანი 23 წლის იყო რომ ეგენი მამაჩემი და რეზო ლაღიძე ერთ წელს გაწავიდნენ ამ ქვეყნიდან და ზღაპარი მორჩა და დაიწყო რეალიზმი და მე მომიწია რაც შენ დაასახელე აი ამის ნაბიჯ სიარული. ესე იგი, მეგობრები მაინტერესებს, ახლა მეგობრები, შენ ყავს მეგობრები. აქ ზურამ გახსენდა, იმ დამდი ვერ გავაჩერე იმდენი ლაპარაკი. ქივშიძემ ზურამ ყავდა სტუმრად და მეთქი რა აკაცია მეთქი, კომბლებს ის ჭეში კიდევს ხარი და აუ და დაიწყო და აღარ მორჩა რა, აღარ დაამთავრა, მიდრო ეხლა მე დრო არ მაქვს, ბევრი კიდე უნდა და ლაპარაკი და კარგახან საუბრობდა შენთან დაკავშირებით. სად გადაიყარე ზურაყიმშიძე, საგინდოდა რა. ახალგაზრდობი. სულ ახალგაზრდობი. ვერა რამე აქეთ იქ. როცა აყვავდა ნუში რო ითამაშა, წავიდა გერასიმოვთან მე.
დღემდე აზრი არ არის რა ნიჭის პატრონია გოხერი რა. თვითონ განაგონი. ჩვენ ხო ვართ აზე კაცო. თვითონ ჩვენ კი ვართ, მაგრამ ეხა ყოველთვის ხო არ ვეტყვი. სხვათა შორის ზურა არის უნიკალური ტალანტის მქონე ადამიანი. კიდა ტემბრით, კიდა იმ ტესტის ობიექტურად. ტემბრი შესახედაობა. მაგრამ ეს ერთი მხარეა და მეორე მხარეა ჩემი სულის ნაწილია. აი ძალიან კარგად გებულობს. ჩვენ ძალიან ბევრი სულიერი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს ვანდობთ ისეთ საიდუმლოებებს, რომ სხვას არ ვეტყვით. ერთხელ მაგი არ მოუყოლია, მაგრამ ხედავ რომ გადაღლილია რა ოჯახის პრობლემებით, იმებით. ზურა ხო არ დავკრათ ფეხი და წავიდეთ აქედან. ერთ წუთში მივიღეთ გადაწყვეტილება გავფრინდით მილანში. უშეგედაცოლე ხედავში. ესე ჯიგრულად გავაკეთე. ადრე ეგრე ხდებოდა ხოლმე რომ ამივიდიოდით ერთ წუთში მივიდეთ ბათუმში, ერთ წუთში მივიდიოდით მოსკოვში. ყველა კიდე ეტყვის რუსეთო 37 რუბლები. ო, იტყვია, ლაპარაკს იტყვია, კაცო, იძახონ და იყვნენ. იძახონ და იყვნენ. იძახონ, კარგად იყო. ეგენი ხო აკპიში თქვენი არავინ არაფრის არ არის. ეგენი არიან კლავიატურის ლომებს ეძახიან ხოლმე რა. მე ვერ ამიხსნია რომ ჩვენ რახან დავიბადეთ ამ პერიოდში. და მენტალობა არ შეგვეცვალა. ვერ ხედავ დინამიკას თუ რახან დავიბადებთ, ამიტომ მე ორ ენაზე დავიცავი დისერტაცია, ხო გეუბნები, ზვიადი მოვიდა და იძულებული გამხადა, რომ საქართველოში საბჭო არ იყო, ვერ მომანიჭებდნენ იმას და ვთარგმნე ესა და ქართულად დავიცავი თბილისში. და რატო ეს აი კანის, აი რატო ეს სპეციფიკა, რატო ეს აი კანის და იმის ოქოლო, აი გეტყვი, მე კოტესთან ძალიან კარგად გზნობდი თავს. მან დავიცავი დისერტაცია. მოსკოვშივე გადაწყდა იქ ამბავი, იქ ხო ფაკულტეტი, რაღაც მე თუ არ ვწდები, უნდა რაღაცა კურსის მერე წვიტავ, ვინახარ უკვე სპეციფიკურად, არა? ეხლა სხვანაირად არის რეზიდენტურა და ასე შემდეგ და მაშინ იყო უმაღლესი პრაქტიკული სახელოვნება, კლინიკური ორდინატურა. ხოლო ასპირანტურა იყო რომ ხარისხი უნდა დაგეცვა. მან გიწერია შენ წლები ასპირანტურის და მე ჩავეტიე ვადებში. და 91 წელს დავიცავი თუ არა საბჭოთა კავშირის ბოლო დიპლომი მაქვს მე მგონი რა. კი ბატონო, მაგას ვიზახი, შენ გაშარებდი. ხო და კანი და რბილი ქსოვილები რატო იცი ძალიან დამაინტერესა მელანომამ. და მაშინ იყო გკნტ ეგეთი გასუდა სახელმწიფო კომიტეტი ესა მეცნიერებასა და ტექნიკაში. და მოვიდა გრანტი მელანომაზე. და მელანომა ძალიან უცნაური დაავადებაა. იტალიაში ვერონეზე სპეციალური ცენტრი აქვს, მარტო მაგ პრობლემებით არის დაკავებული. ხო და ჩავერთი ამ დოქტორანტურაში. და დაიწყო ომი რა. ის რა არის? ხა წარმოიდგინე, მთელი ჩემი საძმაკაცო წავიდა ომში. მე დავრჩი აქ და დავდიოდი ფურცლებით და რაღაცა უნდა მეწერა და არ მიმაჩნდა რა ეს აქტუალურად იმ პერიოდში. ეხლაც არ უნანობ, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდი. რომ მე თბილისში მე არა და მთელი ჩემ მეგობრებს სიცოცხლე დაედოთ იქ. ავდექი და მე წავედი ოჩამშირაში. ავედი ერთი სამი თვე ვიყავი. ნაწილი აგდებდა სიცოცხლეს თბილისში. ხო, ისეთი დრო იყო რა. კატასტროფა იყო. მაგან ძალიან უკან დაგწია, მაგრამ ნუ რაც იყო ჩვენი ისტორია. ჩვენი თაობა გაწყდა ნახევარზე მეტი რა. ხო, ეს ნავთქურები და ისინი თუდად მოხსენდა. ნავთქურები მარტო კაცოთელი ამბავი ერთმანეთის ხოცვები და უბან და საძმოები და შეცდომა მოგვა. უზარმაზარი მოგვივიდა კი არა. მოგვიწყეს, ჩაგვიწყეს ხოშიანად, აი მაგი არაფერი. ხო და ნუ ერთი პერიოდი ომში იყავი, როგორც ვიცი. კი, სამი თვე ვიყავი ექიმად და მერე წამოვედი და მართალი გითხრა, ეხა მე რა მეომარი ვარ, თავისად წამეღო არ ვიცი, ერთი-ორი ალყიდან გამოვედეთ რა. ხო და ვიფიქრე ხა რომ მე რა უნდა გადავწყვეტო იქ მეთქი და წამოვედი. ჩემო კარგო, რა მაინტერესებს კიდე? აი ეს კარგად თქვი, აი ახლა ხო მაგ შპარგალკა მე ხო და კარგად არის დათქვამი, რომ აი ექიმიო და რას აი
შენ ნათქვამი გაქვს რომ ჩამქრალ თვალებს რომ ავანთებო აი გაჩეფის ძალიან მაგარია რა ცხოვრებაში და ეხლა რა არის აი ყველაზე ხშირად რა ეხმარება პაციენტს ეხლა ექიმი რელიგია შინაგანი რწმენა რა ჭირდება პაციენტს რა პაციენტს თუ ყველაფერი ერთად არა გარდა პროფესიონალიზმისა გარდა დიაგნოზის დასმისა და იმ შესრულებისა შენი კაბინეტიდან თუ პაციენტი ოდნავ სიმსუბუქეს არ იგზნობს შენ ექიმი არ ახარ ეს არის მთავარი ერთმა პროფესორმა მითხრა ეგ თვალმა კალესნიკოვი იყო რუსი ექიმის პროფესიაში არის ისეთ თვისებები უნდა იყოს ყურადღებიანი სკრუპულოზური და გულგრილობა არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში ბევრი თვისებებია რომელიც ექიმს უნდა კონდეს და რაც არ უნდა ცოდნით იყოს შეიარაღებული თუ რაღაც თვისება არა გაქვს და შენ ამით არ იწვი რომ აი ეს გამოაძვრინო სადღაც მძიმე მდგომარეობიდან მაშინ ექიმობა ძალიან ძნელია ეხლა დავანებოთ თავი ექიმობას ნებისმიერი პროფესია აი დილას რო იღვიწებ და მიდიხარ ხო უბედური რატო უნდა იყო რომ იმას ასრულებ რომ ელემენტარულად ფული მოიტანო სახში და ჭამო უნდა ადგე შენი საქმე გააკეთო სიამოვნება მიიღო და იქიდან გონორარის აიღო ეს არის შემდგარი სიტუაცია შინელებს აქ ანდაზა რა იპოვე შენი საყვარელი საქმე და არასდროს არ იმუშავებო რა ხო არა იცი რა არის მე ეხლა უყურე ჩემ პროფესიონალი რეალიზაციის დროს ბედნიერად ვხსნობ თავს ხანდახან ბეწვის ხიდზე გავდივარ ხოლმე საოპერაციოში იმდენად არის ხან მაგისტრალში ძარღვებთან ხან ნერვთან იქ უნდა გამოსვალო ზოგჯერ ადრე ესეც რაღაცა კიდურებს აჭრიდნენ და მე მაგის წინააღმდეგი ვარ აღგენითი რეკონსტრუქციული ოპერაციების და აქა ვარ ჩართული და სიამოვნებს რომ ამას მე ვაკეთებ ძალიან დიდი შრომის ფასად და ნერვიულობის ფასად არ არსებობს ავანტყოფზე არის ნერვიულობა რაც არ უნდა ასაკში იყო რაც არ უნდა გამოცდილება ქონდეს და გამოუვალი მდგომარეობა რო არის აი რო ვერ გამოგიყვანია გამოუვალი მდგომარეობა შენ შეიძლება თქვა ეხა მეოთხე სტადია როცა ვერაფერს მაშინ შემსუბუქებაზეა ლაპარაკი ხო შემსუბუქება ეს პალიატიური მზრუნველობა იქ და უნდა შემსუბუქო მაქსიმალურად თუ შენ უსუსური ხარ არ უნდა დაიბრალო ისეთი რამე და ავანტურაზე არ უნდა წახვიდე ძიმე ხშირი ყოფილა ეგეთ შემთხვევები იცი საზღვარგარეთ როდესაც მივდივარ ხოლმე ეხლა რატომღაც აღარ მივდივარ და მოხსნებები მაქვს ისეთ ოპერაციებს ვაჩვენებ რომ შეიძლება მაგენი ვერ არც აკეთებენ მაგრამ ის რას მეკითხებიან იმას კი არ მეკითხებიან ეს როგორ და რანაირად რამდენია ესეთი პაციენტი რომ მოდის და 70% მოდის ეგეთი ну 60-70% 30% მიდის იქ ესეთი რამხელა განსხვავება იმიტომ რომ პრევენციალურ მედიცინას უკავია დიდი როლი ყველა დაზღვეულია და 6 თვეში ერთხელ მიდის და ვერ გამაზავს იმ სიტუაციას ისე სლენგით რო გითხრა რა გასაგებია ჩემო ეხლა რა მაინტერესებს მუსიკა შენ ცხოვრებაში ეხლა მუსიკოსების ოჯახში კომპოზიტორები ხარ აი კომპოზიტორები აქეთ ერთ ძმა ლეზო ღმერთმა გაანაცვლოს მისი სული ჩემო ბატონო აი რა როგორი რანაირი მუსიკა გაძლევს აი შვებას რას უსმენს მე ძირითადად ჯაზს უსმენ ხო ჩემი ყველაზე დიდი შვებაა ჯაზი ჯაზში არის თავისუფლებაც თემატიკაც და რაღაცნაირი სულიერი შვება ჯაზი არ მიშლის ხელს ფონურათაც რო არის კაკაფონიური მუსიკა და ეს ელექტროისა თუ თავში მიბაყუნებს ჩაქუჩივით რა გასაგებია
საქართველოს იმას დაუსმენ ქართულ. რა თქმა უნდა. ქართულებსაც უსმენ. რა თქმა უნდა უსმენ, კი. კლასიკი. მაგრამ მაინც მე უფრო აი ბიზნარეზო და გიაყანჩელისტი ვარ რა, იქითკენა ვარ. ეხლა რამოდენიმე სიმღერა თუ მომხიბლავს. იმიტომ რომ ის რაღაცა სხვანაირი ამოხეთქილია რა და არავის არ ეწყინოს, მაგრამ მე ესე ვარ და რას არის ხო როგორც არის. და რეჟისორი ფილმი, მსახიობი, რამე რაღაცა ვინ არიან შედი ბავში კინოს რომელს რა გიყვარს ახალი ნოვაევალნა მე ვისკონტი მეყვარს. ნეორეალიზმი და იტალიური ფილმი. იტალიური ფილმები და ფრანგული ძველი ფილმები. ახალი ტალღა. აი ხო ახალი კი ბატონო. ფრანგული ფილმები, ძველი ფრანგული ფილმები ძალიან მხიბლავს. რომანტიკულიც არის, მუსიკალურად კარგად აღიქმება. და ქართული φιλმები ძალიან ბევრია შედევრები. არაჩვეულებრივი გამოფენა ეხლა 100,000 ჯერ მაქნა. არაჩვეულებრივი. ნანახი მაქვს მილიონი. მარტო ეგა დავიწყოთ ეგ კალატოზოვიდან ბიჭო ქართული კინო ჯიმშვათედან რომ მოვყვეთ. აი ხა მაგალითად მე რაღაც სენტიმენტებს გვრის კალატოზოვის ფილმი ვერნერ დრუიზა. სამი კაცი რო არის იქ და ჯდებიან ნავში და რომ მიდიან. ვიცი, მე თუნდაც მახსოვს. იმდენად გულყოლები არიან, რომ აი ბავშვებიც არიან, ძმაკაცობენ თან და რაღაცნაირი სენტიმენტი საოცარი ფილმები, ბიჭო, იაკუბა, მე ვარ კუბა, ისა რა ქვია, მიფრიდავენ წეროები, რიცი, რას ლაპარო კინოები აქ, საოცრება იყო. მე ვფიქრობ, სადაც ეიზენშტეინია, იქ არის კალატოზოვი და საერთოდ კინო დაიწყო ლუმიერებმა რო გადაიღეს ფილმი, ჩვენ გადავიღეთ 10 წელიწადში. აგერ. კი ბატონო. რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობა ამაშუკელის არაფერში კინო რა, ქართული კინო არის ფენომენი. პირდაპირ ამბობდა ამას მე კი არა ფევინი კაცო ჩემი და აღ ტონო გუერერებს ლაპარაკობდა და თუ გასაგებია ხე ჩვენ ბატონო მაგი ხ მაგრამ ესე იგი ჩემი კი კიდამმა პროდიუსერმა კითხე კიდე თუ რა კითხე ხა ხელო აბი მეც მაინტერესებსო და აი ხელოვნური ინტელექტი და მედიცინასთან დაკავშირებით ერთი ორი სიტყვა რომ აი შენი აზრი მაინტერესებს რა მე მიმაჩნია რომ რაც არ უნდა ხელოვნური ინტელექტი იყოს ადამიანის ფაქტორის გამორიცხვა მიმაჩნია რომ არ არის სწორი ვაიმე ბოდიში არავის ეს როგორ დამავიწყდა მაპატიეთ შეიძლება არაფერი კაცო არ ინტერვიულო მაგაზე არაფერი არა როდესმე თუ შეიძლება განკურდე არ მიყვარს ასეთი რაღაცა არა უშავს კაცო ჩემო კარგო რა არ ინტერვიულო მაგაზე არა შეიძლება რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანი განკურდოს აი მე არ მესმის ეხლა მე არ ვიცი მე მაგარი პრაფანი ვარ მაგასაკ ღმად ჩახედული არა ვარ მაგაში მაგრამ ეხლა ის ეპოქაა, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა შესვალოს ადამიანი. მოდი ეს დავსვათ კითხვა რა. მე მეაჩნია, რომ იმ ხელოვნურ ინტელექტს არ აქვს ემოცია. და უემოციოდ არ მგონია, რომ რაიმე საქმე ბოლომდე გაკეთდეს. ეს ისეთი რამეა, როდესაც ადამიანის აი ახლა მაგალითად ავიღოთ იგივე ოპერაციები, რომელიც კეთდება რობოტის საშუალებით. ჯოისტიკებით, ხო, სიტყვაზე ვინახე. ახლა თურქეთში რამდენი მაქვს ნახე მოსკოვში და გერმანიაში და სხვადასხვა ქვეყნებში. ის ჯოისტიკებით აკეთებს. ამერიკაშია რთული გაკეთება, იმიტომ რომ სიგნალი გვიან მოდის. და ამერიკიდან, აი თქვათ ახლა სიტყვაზე ლაპაროსკოპია გაკეთებული, ხო? და შეგიძლია თბილისიდან გააკეთო ოპერაცია, ან გერმანიიდან თბილისში. აი სიგნალი გვიან მოდის და ცოტა ერიდებიან მაგას რა. მაგრამ იმ ჯოისტიკსაც ხო ადამიანი მართავს რა. აჰა. ეხლა ძალიან დიდი ის მიდის ჩანაცვლება ამისი, მე არ მგონია რომ ამის სიკეთე სპონტანე გადაცვალოთ ჩემი თავი და აგე მიიწურა ჩვენი გადაცემა მაგრამ მე მაინტერესებს აი ესეა მაგას გეუბნები გაგიჟებული ვარ მაგაზე ვარ გამწარებული გაგიჟებული გამწარებული მუსიკაზე რომ მკითხე ხო ერთადერთი რამეზე მწყდება გული რომ მე ერთადერთი ძმა მყავდა რომელიც გარდაიცვალა მოსკოვში ცხოვრობდა და საზღვრები ჩაკეტილი იყო და ვერც დასაფლავებას ვერ დავესწარი და ვერაფერი მაგრამ მიშული აღმომაჩნდა საყვარელი. და იმან არ დამივიწყა მე და ჩემთან ხშირად ჩამოდის ხოლმე.
ჩვენი გადაცემის ბოლოს იქნება ამას წინათ მისი სიმღერა. მართლა? აბა ეხლა ჩვენი დავამთავრებთ. ხო და მალე უნდა დავამთავრებთ. ჩემი ძმაკაცია ვატო კახიძე, ენაცოლოს ჩემი თავი. მაგან უკვდავყო მაგის სახელი რეზოსი და მისი სიმფონიური შეასრულა და ვიცი კი ბატონო. გამიცოცხლა. ჩემი საყვარელი კაცია ვატო. აი ძმაკაცებზე რო ვიზახე. კი ბატონო. ილიკო სუხიშვილი არის ერთ-ერთი ჩემი სულიერი მეგობა. მიყვარს რა ნიჭიერი ხალხი რა. მარტო რომ გიყვარს არა, აი თვითონ თავისი კრეატიულობა რო აქვს, მიზიდავს ეგენი და მაგათამ ზმაკაცობ ხოლმე. შენ გენაცვალოს ჩემი თავი რა არის მაგაში წული. კაის მეტი მაგაში არაფერი ჩემ არა. სოლს მოვიკითხოთ. აუ ეხლა მაგას ვაპირებდი რა იყო ეხლა ერთად ვფიქრობთ რა. მაია გენაცვალე მე შენ მოგიკითხავ აქიდან რამდენი ხანია არ მინახი ხარ შემოგეულო ჩემი თავი და ერთი მაგრად იყავი ჯანზე იყავი ჯანზე და ჩვენ გადავეყრებით რო იცოდე რა შემოკარგო ადამიანო ეხლა რა არის იცი რომ სადრო აი მარტო სტუდიაში არ არის სხვა. მარტო სტუდიაში არა ახლა მარტო სტუდიაში სულ ჩემი მტერი იყოს კაი რა. კაი, მეც ეგრე ვარ შენ სულ გამოდიხარ საავადმყოფო და მეც გამოდივარ სტუდიიდან. ხო აბა რა ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. მე და სანიტარი ერთი და იგივე ვართ რა. სადრო უღრმესი მადლობა გინდა მისკამით რომ არ მე სიამოვნა შენთან შეხვედრა. აი აპატიე დრო რო ცოტა მქონდა აპატიე რომ უგისიბაზე იმდენი ვერ ვილაპარაკეთ რამდენი უნდა გველაპარაკა მაგრამ რას ვიზამ ახლა რაც გვაქვს დრო რეგლამენტი ეგ არის გადასარევად მე ვიტყოდი რომ ძალიან მშვენიერი გადაცემა გამოვიდა და ჩვენ მსმენელიც გვეყოლება და ყავს და კიდე აცი მე ნამდვილად არ ვიცი როგორი გამოვიდა არა ჩვეულებრივ ჩართული ვარ ისე რომ არ მგონია რომ კამერებია აქ რა შენ რო გიყურებ გონია რომ მე და შენ საუბრობთ კი გენაცვალოს ჩემი თავი და ჩვენ უფრო ისხავს ვისაუბრებთ რომ გადავეყრებით მე ერთმანეთს არა სტუდიაში შეუძლია გაიხარ შენ გენაცვალოს ჩემი თავი უღრმესი მადლობა შენ მშობლებს შენ რო არსებობ შენ რო გაჩნდი შენ რო მოევლინე ამ ქვეყანაზე შენ გენაცვალოს ჩემი თავი მადლობა ყველას ვინ შენ გვერდზე დგას მაიკო კიდე ერთხელ მოკითხვა შენკენ შენ შემოგევლო ჩემი თავი და გასრულდა ჩვენი გადაცემა მიილია რეზიკო სიმღერას მართლა გააშვა აი ახლა მურჩებით თუ არა როგორც დავამთავრებ გამომეშვიდობები გაიხარე მაყურებელს გამომშვიდობები შენ კი ბატონო და ბატონებო და გალბატონებო ეხლა წავა სიმღერა ჩემო კარგო რეალიზო ნოსტალგიური მოსკოვიდან თბილისში მოსკოვიდან თბილისში რეზო ჩირიდაშვილის აგრე ბატონი სანდროს ძმის არაჩვეულებრივი სიმღერას რა ქვია პროდიუსერმა ჩქარა გახსენდოთ თბილისი ქვია კი მაგრამ ჩემი თბილისი მაგრამ ვინას კვარტეტი ვინასრულებს ქართული კვარტეტი ასრულებს ჩემო ბატონო და მოусმინოთ ჩვენი გადაცემის ბოლოს ამ სიმღერას ეხლა ეს იყო თავისთავად ცხადია ჯაპანეს პაპანაკება მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობები და არ წახვიდეთ არა ეკავებ ხვაზე შემოვა ცოტა ხანში გადაცემით დარჩით ჩვენთან მეთქი რო გეუბნებით ბატონებო და კაბატონებო არაფერს წააგებთ